მოგესალმებით, ემა, მივესალმები ტელემაყურებელს. გულწრფელად გეტყვით, როცა თქვენთან მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ ამ თემაზე ალბათ აღარ გვექნებოდა საუბარი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ლელოს წარმომადგენელთა მხრიდან საკმარისზე მეტად გაეცა პასუხი ამ ინსინუაციებს, რომლებიც აბსოლუტურად არაფრისგან წარმოიშვა, მაგრამ რადგან თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი სტუმრად მიწვევს მეკითხებით ამის თაობაზე, ესე იგი ეს თქვენი ინტერესს წარმოადგენს გარკვეული ნაწილის ინტერესსაც და ასე შემდეგ. რა შემიძლია თქვა? ერთ-ერთი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანუ თან ეს კი არ გამოთქვამს, ანუ ფაქტობრივად კითხებით ფორმაში საუბრობს, დიახ? ემა პირდაპირ გეტყვით რა, ეგ რომ მარტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის აზრი იყოს, პირდაპირ გეტყოდით, რომ პასუხს არ ვცემ მეთქი. მაგრამ ეგ რადგან თქვენი კითხვაა, როგორც ჟურნალისტის და პლუს საზოგადოებაში შეიძლება ჯერ კიდევ არსებობს, იმიტომ ვცემ პასუხს ამ თქვენს კითხვას. პირველ რიგში რა მინდა გითხრათ? მე მაინც ველოდი რა, რომ ეს კითხვა დაისმებოდა. ძალიან საინტერესოა. აი აქ მაქვს ზუსტად ის დოკუმენტი, რომელიც ამერიკის საელჩომ და ასე ვთქვათ, გამოაქვეყნა, როცა 25-28 მაისს ვაშინგტონიდან ჩამოსულმა მაღალი რანგის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან. ოპოზიციასთან გამართა 4-ვე სუბიექტთან, ვინც 24 წლის არჩევნებში, გაყალბებულ არჩევნებში გადალახა ბარიერი და მათ შორის ბუნებრივია შეხვდა ლელოს წარმომადგენლებსაც. რომ არ გამოვიდეს, რომ ლელოს რაღაცა მოელანდა, მოეჩვენა, ესე არ უთქვამს და ასე შემდეგ, თუ ნებას მომცემთ, ეს ძალიან ცოტა დროს დაიკავებს. პირდაპირ ეთერში წავიკითხავ იმას, რაც არის ნათქვამი ამერიკის საელჩოს სპეციალურ განცხადებაში. დიახ, ოპოზიციასთან მიმართებაში. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. ეს არის პირველი აბზაცი და მეორე აბზაცი. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ, ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, დააკვირდით, იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისათვის სანდო პარტნიორად აქცევს. ეს არის ოპოზიციასთან მიმართებაში ორი აბზაცი. პირველზე ლაპარაკია შეშფოთება, რომ კრძალავენ პარტიებს, იჭერენ ლიდერებს და ასე შემდეგ და მეორე აბზაცში საუბარია იმაზე, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია საჭიროებს ოპოზიციის ჩართულობა სახელმწიფო ინსტიტუტებში. ეხლა რაც შეეხება ინსინუაციას, რომ ამის უკან დგას, რომ რაღაც ლელოს უნდა სადღაც შევიდეს, გამოვიდეს, რაიმე შთაბეჭდილება თქვენ. სამწუხაროდ მე ტელემაყურებლების ასე პირდაპირ ახლა აქედან ვერ ვიგებ, თუმცა ბევრს ვხვდები და ბევრს საუბრები ნათელი ხდება ყველაფერი. თქვენ დაგჭათ რამე ამ დაგვარი შთაბეჭდილება, რომ ლელოს ჯერ ესეთი ლელოს ცალკე აღებულს ვინ კითხავს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ დოკუმენტში წერია ის, რაც წერია. ეხლა რაც შეეხება რატომ მოხდა ეს ინსინუაცია ჩემის აზრით და ეს მე მგონი თქვენთვის იქნება საინტერესო და საინტერესო იქნება ტელემაყურებლებისთვისაც. გამომდინარე იქიდან, რომ აი თქვენ ამ განცხადებაში წაიკითხეთ, გაიგეთ, დაინახეთ განწყობა, რომ ასე ვთქვათ, ოპოზიციის ერთის მხრივ შეშფოთება, ერთის მხრივ შეშფოთება, რომ არ უნდა განდევნო ოპოზიცია და არ უნდა გააუქმო და ასე შემდეგ და მეორე მხრივ საჭიროება. ხო, ნახეთ, სად უნდა იყოს შენი ამომრჩევლის ინტერესების გამტანებელი, ხო?
ეს შეიძლება აქმული იყოს იმგვარად, რომ ანუ ვიღაცას კონდეს არ ვიცი, ბოიკოტის, საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის სურვილი, ანუ ამგვარადაც შეიძლება. საფუძველი რა არის მაგის? უკაცრავად. ეხლა მე გეტყვით რა არის ამის საფუძველი? ანუ რა არის საფუძველი, როდესაც ასე განცხადებები გეცდება, რომ ვიღაცა ცდილობს ჩალიჩობს ამ ასე ვთქვათ სლენგით, რომ შეიპაროს პარლამენტში. ხო, არ ვიცი, აი ვერსიები გაჩნდა, რომ შესაძლებელია, აი კოკო გამსახურდია სასწრაფოდ შემთხვევა გაიხსენეს, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. აგაშენოთ ღმერთმაო. ეხლა უმეტეს მანდატი დახია, მაგრამ მაშინაც მოძრაობას ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და აღუდგინეს ეს მანდატი. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჭირდებოდა მაგას, ისედაც კანონში ცვლილება იყო საკმარისი. თქვენ გაიხსენეთ ეხლა 2008 წელი. 2008 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც 17 მანდატით შევიდა პარლამენტში, 17 მანდატიდან 11-მა დეპუტატმა უარი განვაცხადეთ, ერთ-ერთი მე ვიყავი იმ 11-ში, რომელმაც დაჭრა მანდატი და უარი თქვა შესვლაზე. არ არსებობდა არანაირი კანონი მაშინ, რომ გაუქმებული მანდატი აღდგენილიყო, ისე როგორც არც დღეს არ არსებობს კანონი არანაირი, რომ გაუქმდა მანდატი და ის შეიძლება აღდგეს, როგორც ასეთი. მაგრამ პირველ ეტაპზე 17-დან 5-მა გადაწყვიტა, რომ მაინც შესულიყვნენ და შევიდნენ, მაგრამ გააგრძელა რა მაშინდელმა ხელისუფლებამ მუშაობა, რომ უფრო მეტი ოპოზიციონერი შეეტყუებინა პარლამენტში, შეცვალა კანონმდებლობა და მხოლოდ ერთი 12-დან, მხოლოდ ერთი ის ვინც თქვენ წეღან დაასახელეთ, დაემატა იმ ხუთს, ვინც დაიბრუნა დეპუტატის მანდატი. იცით ავტორი ვინ იყო ამ ცვლილებისა სინამდვილეში? აი ის ვინც მაგას წერს. ნიკა გვარამი. დიახ, იუსტიციის მინისტრი. ხოდა ეთყობა კარგად. დიახ, ამიტომ არა, ეჭვი კი არ გაუჩნდა. მაშინ როდესაც ღია კარი ქონდა თქვენთვის დატოვებული და იძახდა რომ ლელო და ვერაფერი ვერ მიიღო. ვერაფერი არა, რას ქვია, ვის ქონდა და რა ქონდაო რა? ნიკა გვარამი არის. არა, უკაცრავად, რა ქონდა ღია კარი? არის ღია, ვის? კარი იყო ღია. რომელი ალიანსის? ოპოზიციური ალიანსი. რომელი ალიანსის? 2024 წელს მელაპარაკებით? არა, ახლა გელაპარაკებთ, კაცო, ამ ალიანსის, ამ ახლა შექმნის. და ეხლა ალიანსი რა შუაშია 24 წლის მანდატის დაბრუნებასთან. მე თქვენ სხვა რამეს გეტყვით, მე სხვა დოკუმენტს წამოვიღე კიდევ აქ. მე მაქვს ახლა 6 პუნქტიანი ალიანსის ასე ვთქვათ, მოთხოვნები, რომ ეს ცვლილებები თუ არ განხორციელდაო კოდექსშიო, მომავალ პარლამენტშიც ბოიკოტზე გავალთო. აქ ლაპარაკი რაზეა, იცით? აი ეს ამერიკის საელჩოს განცხადება რო წავიკითხე, აქ იკითხება არა ის, რომ ვინმე აპირებს დატოვებული მანდატების აღდგენას, არამედ არ დაგემართოთ ქრონიკული ბოიკოტი. ანუ ქრონიკულში არ გადაგეზარდოთ ბოიკოტი, იმიტომ რომ ის 6 პუნქტი, რომელიც ახლა აქ წერია, პირველი პუნქტი იცით რას ამბობს? ნუ მე არ ვიცი ახლა რა არ მინახავს განსაკუთრებით საარჩევნო კონტექსტში, მაგრამ პირველი პუნქტი ამბობს შემდეგს. თუ არ მოხდა ეს ცვლილება და რაზეა ლაპარაკი? 2020 წელს და 2024 წელს ვინც ბარიერი გადალახა, ყველა ამ პარტიამ თანაბრად პარიტეტულ საწყისებზე უნდა შექმნას CSKO. 2020 წელს ბარიერი გადალახა 9 პარტიამ. 2024 წელს ბარიერი გადალახა 5 პარტიამ. ანუ ჯამში არის 14 პარტია. ამ 14-დან 3 პარტია მეორდება. ანუ ოცნება, ლელო და ნაციონალური მოძრაობა 20 წელსაც გადალახული ქონდა და 24 წელსაც. ანუ 3 უნდა გამოვაკლოთ იმ 14-ს. 14 პარტიიდან ერთია ქართული ოცნება და 10 არის სხვადასხვა ტიპის ოპოზიცია და ისინი გვეუბნებიან თუ 11 კაციანი CSKO არ შეიქმნა, სადაც ერთია ოცნება და 10 ოპოზიცია, ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ან თქვენ ხედავთ ქრონიკული ბოიკოტის საფრთხეს ხედავთ, ანუ როცა ისინი ხედავენ თქვენი პარლამენტში დაბრუნების საფრთხეს, თქვენ აქედან ხედავთ მათი მხრიდან ქრონიკული ბოიკოტის საფრთხეს. ეს უსწრებდა, ეს დოკუმენტი უსწრებდა იმ შეხვედრას. ამიტომ, როდესაც ჩამოვიდნენ ადამიანები, მოისმინეს, როგორ დევნიან ოპოზიციურ პარტიებს, აუქმებენ
საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს საქმე, საპატიმროებში აქვს, ზოგი დაჭერილია, ზოგი დასაჭერად გამზადებული და ამის მიუხედავად კიდევ ახალი არჩევნებისთვის მზადდება ესეთი ტიპის წინაპირობა, რომელიც უფრო საბაბია ბოიკოტზე წასვლის და არა მიზეზი, ნუ გეუბნებიან რომ კარგია, გასაგებია ბოიკოტი, მაგრამ ეხლა ქრონიკულში ნუ გადაგეზრდებათ ეს ყველაფერიო. ეს იმიტომ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ საშუალებას არ გაძლევს მანდატი დაიბრუნოს და გაძლევს მხოლოდ ის გაღუნული ტვინები, რომელიც 2008 წელს რო გაიღუნა, დღესაც იმ გაღუნული ტვინებით არსებობა ელვანდება ზოგიერთ. თქვენ თავად თქვით, რომ არც მაშინ არ არსებობდა კანონმდებლობა და ის შეცვალეს. ეხლა რატომ არ აქვს თუ ქართულ ოცნებასაც ორმხრივი ინტერესი თუ იქნება, რატომ არ აქვს ქართულ ოცნებას დღეს რესურსი, რომ ასევე წარმატებით შეცვალოს კანონმდებლობა, როგორც თავის დროზე ნაციონალურ არც ქართული ოცნების ტვინია გაუღუნველი, ოღონდ აი იმ ცვლილებით მე შემთხვევით არ მithქვამს 12-დან მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდა მაშინ პარლამენტი და 11 და თქვენი მონამორჩილი გარეთ დარჩა. გინდათ კიდევ ერთი რამ გითხრათ? თქვენთვის და ტელემაყურებლისთვის საინტერესო. აი მაშინ როცა ამ კანონის სრულების მიუხედავად შემოგთავაზეს, შემოდით და აღგიდგენთ პარლამენტსო, მე და არ მერიდება ამის. აი პირდაპირ ვამბობ ეთერში. მე მამუკა კაციდაძეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ორი უახლოესი მეგობარი, ორი შვილის ორი ნათლია, დამიჭირა მოგონილი ტყუილით, მოგონილი ბრალდებით, დავბრუნდი თბილისში, არ ვიყავი, დასავლეთ საქართველოში ვიყავი და როცა გავიკითხე რა გინდათ მეთქი, პირდაპირ შემომითვალეს. შედი პარლამენტში და გამოუშვებთო. იცით ჩემგან რა პასუხი მიიღეს? არ შევალ პარლამენტში და ყავდეთ ციხეში მეთქი. და ყავდა და საპროცესო შეთანხმებით შემდეგ გამოვიდნენ ისინი. ასე რომ სიბინძურეს საზღვარი არ აქვს, არც 2008-ში და არც 2026-ში. ხო, მაგრამ ანუ ამერიკელების მოთხოვნა მხოლოდ ოპოზიციამ უნდა გაიგოს? ანუ ქართული ოცნების მიმართაც ხომ არის შესაბამისი მოთხოვნები, რომელსაც ყურად არ იღებენ. ანუ შესაბამისად აი გვარამიას განცხადებებს თუ განვიხილავთ, რომელიც ძირითად ოპონენტად გამოდის სწორედ ლელოს განცხადებების მიმართ, ის ამბობს, რომ პირდაპირ მოითხოვენო ქართული ოცნებისგან, რომ გადატვირთვისო პერსპექტივაო ქართული ოცნების პოლიტიკის შეცვლაზე დგასო. ქალბატონო ემა. დიახ. თქვენ მე მკითხეთ ოპოზიციის ნაწილს. პირველი ნაწილი ამ განცხადების ეხება ხელისუფლებას. და რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებამ თუ არ გააკეთა, ეხლა ოპოზიციას თავის ვალდებულებები კონდეს, ისე რომ ხელისუფლებამ თავის არ გააკეთოს, ეგრე არ არის. რას გეკითხებით? ანუ ხო, თუ ხელისუფლებამ თავისი ვალდებულებებიდან და ამერიკელების მოთხოვნებიდან არაფერი არ შეასრულა და გააგრძელა დესტრუქცია. თქვენ რაც უნდა კონსტრუქციული იყოთ ამ შემთხვევაში, ხო? თქვათ რომ აი ბოიკოტს არანაირი აზრი არ აქვს, რომ რაღაცა უნდა გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი და ასე შემდეგ. ეს არ გამოდის ცალკარში თამაში. ცალმხრივი წესიერება არ არის სწორი, მაგრამ შენ უნდა შენს პასუხისმგებლობაზე ისაუბრო, შენი პასუხისმგებლობის შესახებ მზაობაზე ისაუბრო და მას თავისი მოეთხოვება და აქ გაცილებით მეტია საუბარი ხელისუფლების ვალდებულებებზე იმავე საელჩოს გადაწყვეტილებაში. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ ეს იმას კი არ ნიშნავს, როგორიც არ უნდა იყოს საარჩევნო გარემო, გამოუშვებენ თუ არა პატიმრებს, ასე შემდეგ და ჩვენთვის სულ ერთია. არა, ეს მაგას არ ნიშნავს, მაგრამ ბრძოლაზე უარის თქმას დღესვე ამბობს ლელო, არ ვაპირებთ. მაინც ვიბრძოლებთ იმ მოცემულობაში. და აქ რა არის მთავარი? ხურეთ? ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმაცია მნიშვნელოვან წილად განისაზღვრება საარჩევნო გარემოს სამართლიანობით. როდესაც არასამართლიან გარემოში მოდის ხელისუფლება, მას უკვე აქვს დამღა არალეგიტიმურობის. რატომ იყო გამართლებული 2024 წლის არჩევნები? ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დაკარგა ოპოზიციამ, დაკარგა მანდატები, 61 დეპუტატის მანდატი ხუმრობა საქმე არ გახლავთ. პარლამენტი, რომელიც დღეს ცალკარში მუშაობს, რეალურად თუ არ ჩახშობს მაგრამ ჩვენ რას შეცდომას ვერ დავარქმევ ბოლომდე და რატომ?
დღევანდელი პარლამენტი არის მთელ რიგ უფლებამოსილებებში არაუფლებამოსილი, იმიტომ რომ კონკრეტულად დღეს რომ დადგეს საქართველოს წინაშე აუცილებლობა საკონსტიტუციო ცვლილებისა, 101 წევრიანი პარლამენტი ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ განახორციელებს საკონსტიტუციო ცვლილებას, იმიტომ რომ მას 113 ჭირდება. თეორიულადაც კი ვერ განახორციელებს, გესმით? ანუ პარლამენტი დაკოჭლდა. პარლამენტი არალეგიტიმურია და ის რომ არალეგიტიმურია და ვილსონის კითხვაზე პასუხი რუბიოსი 2 დღის წინ როცა იყო რომ არალეგიტიმურია, ეს არალეგიტიმურობა მნიშვნელოვან წილად სწორედ 24 წლის ბოიკოტმა განახორციელა. თუმცა აქვე დავძენ, რომ ბოიკოტის ერთადერთი ფორმა არ გახლავთ მანდატების დატოვება. რა თქმა უნდა, ეს არის ეფექტური ფორმა, მაგრამ ბოიკოტი არსებობს სხდომაზე ბოიკოტის გაკეთება. ბოიკოტი არსებობს ქუჩაში გამოსვლა. ბოიკოტი არსებობს სხვადასხვა. ყველაფერი გამივლია, მათ შორის მანდატის დატოვებაც. ხო და ქუჩაში გამოდის ახლა ეს ოპოზიციური მაგრამ ის რომ ქუჩით იბრძვის მათ შორის 150 წევრიანი პარლამენტი დღეს 101 წევრიანია და მთელ რიგ უფლებამოსილებებში ის ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას, მათ შორის სახელისუფლებო არის მხოლოდ 99 და გენერალურ პროკურორსაც კი ვერ დაამტკიცებს, იმიტომ რომ 90 ხმა ჭირდება, ეს ნიშნავს კოჭლია პარლამენტი. 101 წევრიანი პარლამენტი, მაშინ როცა იურიდიულად მის წევრთა რაოდენობა არის 150, პარლამენტი არის კოჭლი. ეს შექმნა 24 წლის ბოიკოტმა, მაგრამ საერთო გეუბნება ქრონიკულში არ გადაგეზარდოთ ეს ბოიკოტი, იმიტომ რომ თქვენ როცა 26 ოქტომბერს ფრაზას დავამთავრებ და მკითხეთ ემა 24 ოქტომბერს არჩევნები რომ თავდება 10 საათზე ცხადდება შედეგები 12 საათზე პირველის ნახევარზე გამოდიხარ და ამბობ რომ მე პარლამენტში არ შევდივარ რატო? იმიტომ რომ დაკვეთას ვასრულებ ამ მომრჩევლისასო ხარ მატყუ არა 2 საათში ვისკითხე რომ არ შედიხარ იმის ვაშკაცობა გეყოს რომ დიახ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე და არ გავაკეთებ და ჩვენ ეს გავაკეთეთ ყოველგვარი ამომრჩევლის მოშველიების გარეშე. გადავდგით ეს საკმაოდ წამგებიანი პრაგმატული თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან ეფექტური პოლიტიკური ნაბიჯი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრონიკულ ბოიკოტის ტექნიკა იქცეს. რას ნიშნავს ეს ქრონიკულობა? შეიძლება გულისხმობდეს, რა ვიცი, 1 წელს, 2 წელს. 1 წელს, 2 წელს კი არა, ერთხელ, 2ჯერ, 3ჯერ აი ამას რო დაწერთ. ანუ ამერიკელები შიშობენ, რომ ვადამდელი თუ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ან არ მონაწილეობა, ან მონაწილეობა, მაგრამ შედეგების არაღიარება შესაძლებელია ისევ შექმნას პოლიტიკური ჩიხი. დიახ, იცით რა მობიძგათ ამერიკა? კი არ უბიძგათ, დაინახეს. 25 წელს დაინახეს არაფრის მომცემი ბოიკოტი. ვის გამოუცხადა 25 წელს ბოიკოტი? 25 წლის არჩევნებში, როცა 22%-იანი კალაძე ყავდა თბილისში და მართლა 21% მიიღო თბილისის მოსახლეობის, ვის გამოუცხადა ოპოზიციამ ბოიკოტი? როცა 6 პუნქტში, აი მას ჩაწერ, რაც ახლა აქ წერია, 6 პუნქტში უკაცრავად. კი ბატონო. ჩაწერ იმას, რაც ახლა აქ წერია, რომ 11-დან 10 ოპოზიციის უნდა იყოს და 1 ხელისუფლებისო. ეს ხო არის საბაბი, როგორც გავიდე ბოიკოტში. ამას რო წაიკითხავს ამერიკელი, გეუბნება რომ შენ მე მგონი ქრონიკულ ოპოზიციაში ხარ და არ არის კარგი ეს მომენტი ფუნქციონალური დემოკრატიის. აი მაშინ მიპასუხეთ, როგორ უნდა აიძულო ქართული ოცნება მაშინ რომ აი რადიკალურად შეცვალოს საკუთარი დამოუკიდებულება შიდა საკითხებისა თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ. ორი რამით. ჩემი აზრით ორი რამით ისიც შეიძლება არ იყოს საკმარისი. პირველი, ეს უნდა იყოს მაქსიმალურად შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედება. ესე კი არა, მე დაგასწარი 6 პუნქტის დაწერა და შენ დამეთანხმე ახლა. ან თქვენ დაწეროთ თქვენი და მე უნდა დაგეთანხმოთ. ეს უნდა იყოს არა დასწრებაზე, არამედ შეთანხმებაზე ორიენტირებული ერთი და მეორე, ძალიან აქტიური მუშაობა ამერიკელებთან და არა მხოლოდ ამერიკელებთან. ის პირველი ნაწილი, რომლის კითხვასაც ახლა აქ არ დავიწყებ, რაც ხელისუფლებას ეხება, ეს უნდა გახდეს ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ერთგვარი გზამკვლევი ხელისუფლებასთან ურთიერთობისა. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი ხაზგასმით, ემა, რომ ამერიკის საელჩოს ნათქვამი არ არის სავალდებულო ოპოზიციისთვის. მას შეიძლება მოისმინოს, შეიძლება გაითვალისწინოს, შეიძლება არ გაითვალისწინოს. ეს არ არის სავალდებულო, მაგრამ შენ თუ გინდა
რომ მათთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააგრძელო, შენ თუ ხედავ ამ ჭაობში ჩაფლული ქვეყნის გამოსავალს იმ ტიპის ქვეყნებთან ურთიერთობით, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ასე შემდეგ, მაქსიმალურად უნდა ეცადო არა შენ საზიანოთ და ის საზიანოთ არაფერს გირჩევს, არამედ შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და წინწასაწევად მაქსიმალურად გაითვალისწინო ეს წინააღმდეგობები. მორჩა, მეტი არაფერი. ეს ძალისხმევა გაერთიანებულად ქმნის შესაძლებლობას საარჩევნო გარემოს შედარებით გაუმჯობესებისას. მაგრამ ამას უკვე მე გეუბნებით. მე როგორც თქვენი დღევანდელი სტუმარი, რაც არ უნდა მოხდეს შეიცვალოს, არ შეიცვალოს, ცოტათ შეიცვალოს, მეტად შეიცვალოს და ასე შემდეგ, არჩევნების ბოიკოტიზირება არ შეიძლება. არჩევნების ბოიკოტიზირება. აი არჩევნები რო ჩატარდება თუ იქ უბედურებები ხდება, გაყალბებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოსტსაარჩევნო პერიოდში შენ რჩება ნაბიჯის გადადგმის საშუალება კიდევ, მაგრამ წინ და წინ თქვა, რომ მე ამ ბრძოლაში არ შევდივარო, ისე როგორც 2025-ში დღეს ხომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც 25-ში ბოიკოტზე გავიდა, დღეს ხომ ფიქრობს, რომ ეს ბოიკოტი არ იყო სწორი. ამაში ხო ვარ მე დარწმუნებული, დღეს ხო ქუჩაში მხვდებიან და მე იცი აი მას ავყევით, ამას ავყევით. არავისთვის ნიშნის მოგებით არ მithქვამს, რომ შეგეშალა და ასე ხდება. რაღაცამ შეცდომაში შეგიყვანა, ცოტა აფექტი იყო, ცოტა ნაწყენობა იყო, ცოტა გაბრაზება იყო, ცოტა არაინფორმირებულობა იყო, მაგრამ არჩევნებამდე ბოიკოტი ეს არის არასწორი, მაგრამ პოსტსაარჩევნო სიტუაციაში თუ ხდება რომ უბედურებაა, მაშინ შენ გრჩება იმ ტიპის ბოიკოტის გაგრძელება, რომელიც 24-ში განხორციელდა, თუმცა ამაზეც გეუბნება ამერიკის საელჩო, რომ რას პასუხობ შენ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც შენ ხმა მოგცეს, შედი პარლამენტში და ჩემი ინტერესები გაატარეო და ამ დროს შენ არჩევნებიდან 1 საათში, 2 საათში დამოუკიდებლად ისე რომ არც ეკითხები, იღებ გადაწყვეტილებას, კარგად იყავიო. რაც შეეხება ინსინუაციას, რომ ამ ყველაფრის მიღმა ვიღაცამ სადღაც დაინახა, რომ ცდილობს ლელო ან კიდევ ვინმე რომ აღიდგინოს პარლამენტის მანდატი, ეს არის საკუთარი გაფუჭებულობის მომენტიდან ხედავს 2028 წლის ჩადენილ ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას, არა მარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც არასწორ გადაწყვეტილებას, რომ ადამიანი იუქმებს მანდატს და მე შენეუბნები რა 2 თვის მერე აღიდგენ რა მოხდა მე როგორც ესეთი რა. ხო, მაგრამ თუ ამას შედეგად მოყვება მაგალითად იგივე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა, არ ვიცი, მათ შორის სასამართლო სისტემაში ცვლილებები. სამართლებრივად არ არის, ემა, მე ხლა ადამიანს უუქმებ მანდატს და მე ეუბნები, უი, შემეშალა, ეხლა უნდა აღიდგინო. ეგ არის მინდას პრინციპიდან გამომდინარე. ეგრე მინდა რა. ყველაფერი ხო მაინც პოლიტიკური მოლაპარაკების საგანი არის, არა, სამართალს აქვს გადაუხვეველი მომენტები, რაღაცა რო წყდება, იმის შეცვლა ერთშენიერ დღეს ესე მომინდა და მოდი შევცვალო, იმიტომ რომ მე უმრავლესობას არ რომ ბოლომდე გავაქარგოთ. ანუ ლელოში, არ ვიცი, აღარ მახსოვს რამდენი მანდატი ჰქონდა ლელოს 14. ამ 14-დან ერთიც კი არ გამოჩნდება ისეთი, თუ კი ასეთი იურიდიული სამართლებრივი შესაძლებლობა გაჩნდება, რა ვიცი, რა არაფერი გვინახავს. ემა შემიძლია დავიფიცო, ამ თემაზე ლელოში არათუ არ გვილაპარაკია, არც ვისაუბრებთ, შეურაცხყოფას არ მივაყენებთ ამ თემაზე ერთმანეთს. საერთოდ ამ ტიპის ინსინუაციები კიდე ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში ამის პრაქტიკა ყოფილა 2008 წელი, კარგად გავიხსენე, ხანგრძლივად და ყველაფერი თქვენს გახსოვთ და მეც მახსოვს, მაგრამ რა არის ცით, პოლიტიკა არ არის გამოსაფხიზლებელი საკანი. არ არის გამოსაფხიზლებელი საკანი პოლიტიკა. გესმით რას ვამბობ? თუ ვინმეს ან ნაბახუსებზე ცუდი ხასიათი აქვს, არც წვნიანი ულუფა რომ ემაზე დაგრიოს ხელი ან ბახუსმა, ან ნაბახუსებმა და ესეთი ინსინუაციები შექმნა. კარგად გაიგოს ვის მისამართთაც ვამბობ ამას. კეთილი. ალბათ მიხვდება თვითონ. ბატონო მამუკა, ნახეთ, მაშინ რა გვრჩება? მოცემულობა გვრჩება ასეთი. დღეს ოპოზიციური სპექტრი ფაქტობრივად ორ ნაწილად არის გაყოფილი. ისინი, ვინცაც მიაჩნია, რომ ნებისმიერი მომდევნო არჩევნები უნდა იქნას გამოყენებული და არც კი განიხილება, არ მონაწილეობა, ყველა ვარიანტში ოპოზიციამ უნდა მოიღოს მონაწილეობა და მეორე უკაცრავად ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე ჩვენ ხელები ჩამოუშვათ და ვთქვათ, რომ უირა კარგი საარჩევნო გარემოა. არა.
ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და საქართველოს ამომრჩევლებთან ერთად მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ჩვენი არგუმენტები, ჩვენი მოქმედებებით, რომ გარემო გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს საბაბი და მიზეზი, რომ არჩევნები ჩვენი მხრიდან დაიბლოკოს. ამას გეუბნებით სრული პასუხისგებლობით. დიახ, მე არ ვიცი 2 ნაწილია თუ 3 ნაწილია, მე გეუბნებით ლელოს პოზიცია გახლავთ ეს. კი ბატონო. ანუ ხედავთ და იმასაც კარგად აცნობიერებთ, რომ თუ მორიგ არჩევნება, მომდევნო არჩევნებზე ოპოზიციის ნაწილი ანგარიშ გასაწევ ოპოზიციას ვგულისხმობ, ისევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩა, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება, მათ შორის თქვენთვისაც. ამიტომაც ლობირებთ ასე არჩევნებში მონაწილეობის თემას და ესეც ძალიან და ლობირებთ 25-ში და ვეუბნებოდით რომ საერთოდ არ ეყოლება ლელოს მერობის კანდიდატი. საერთოდ არ ეყოლება არც სიაში საერთოდ საზოგადოებისგან შევქმნათ ეს ყველაფერი. გავიდეთ ამას ლობირების გარდა ლობირებაზე მეტის გაკეთებას აპირებს და ხედავთ მაგალითად აი ხედავთ ოპოზიციაში ბოიკოტისტებს გულისხმობ რესურსს რომ რაღაცნაირად დაარწმუნოთ და თქვენს პოზიციაზე ყველა თუ არა ნაწილი მაინც გადმოიყვანოთ. მე მგონი ნაწილს უკვე აღარ ჭირდება არანაირი ზედმეტი დაჯერება. მე მაინც ვერ. არა, არ მინდა ეხლა მოვლენებს გავასრო, მე ვიცი ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ბოიკოტის მომხრე იყო, რომ პოზიციები შეცვლილია ცალკეულ ინდივიდებში და ლამის ორგანიზაციულადაც, როგორც ესეთი. ეხლა არ მინდა რომ ჩემგან გაიგოს ეს, მე რომ რაღაცას გავიგებ კულისებში, ეს არ ნიშნავს რომ ეთერში ეს უნდა განვაცხადო. მაგრამ დიდი ძალისხმევა ბევრის მიმართ აღარც იქნება საჭირო, იმიტომ რომ მათ ბრწყინვალედ მიხვდნენ, რომ არ იყო ის ნაბიჯი სწორი გადადგმული 25-ში ადგილობრივ არჩევნებში და მით უმეტეს არ იქნება სწორი ნაბიჯი ეს გადადგმული საპარლამენტო მომავალ არჩევნებში. რაც შეეხება ეხლა ადამიანებს, რომლებსაც ჯიუტად აქვთ რაღაც ახირებათ აქვთ ცეული, რომ ქრონიკული ბოიკოტით გაარღვევენ სიტუაციას, ნოიტყვიან გზები დაგვილოცნიან, რა უნდა ვქნათ ეხლა ბევრ 100-ჯერ ადამიანს რო ეტყვი და მაინც რო არ ესმის, მაშინ იქ ორი მომენტია, ან ვერც ვერასდროს ვერ გაიგებ, ან სხვა რაღაცაშია საქმე და მაგის ზიებას არ ვაპირებ რა. არ ვაპირებ პირდაპირ გეტყვით, რაშია საქმე. ფაქტია რომ თან ატყობ რომ ადამიანის სულელი არ არის. რაღაც შტერი არ არის. ამ დროს სისულელეს და სიშტერეს იმეორებს და ნუ რაღაცაშია საქმე და ნუ რა ვქნა ეხლა გააგრძელოს. რა გავაკეთო? არ დანებებას, აი კიდევ არ დანებება? არ უნდა დავნებდეთ, ანუ მოვემზადოთ შემდეგ არჩევნებამდე, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ და გავაგრძელოთ შესაბამისი მოთხოვნები ქართულ ოცნებასთან. მე მეუბნებით მაგას ჩემ სიტყვებს იმეორებ თუ სხვისას? თქვენ გეუბნებით ზოგადად ეს პათოსიც გვესმის რა. და ჩემგან ვერ გაიგეთ ეხლა ეს პათოსი? თქვენგანაც გავიგე ბატონო, ამიტომ ვამბობ რომ ჩემგან სხვა რამეც გაიგეთ. სხვა რამეც გაიგეთ რომ ჩემთვის არ გახდება საბაბი რაღაც კონკრეტული მიზნის ვერ მიღწევა იმისთვის რომ მე უარი ვთქვა არჩევნებზე. ეგ გამორიცხულია. მესმის. ეგ გამორიცხულია. ისევ შესაძლებელია დადგეს. ეგ არის გამორიცხული. განმეორდეს. შედეგიც დადგა ადგილობრივ არჩევნებზე. ხო, ჯერ ეს ერთი რამაც დააყენა ის შედეგი, ხო ძალიან კარგად დავინახეთ ყველამ. თუ ვარ გიხარ, როგორც პოლიტიკოსი, როგორც ოპოზიცია და ასე შემდეგ, შექმენი დავცავი მექანიზმები, რომ ის რაღაცეები აღარ განმეორდეს, რაც იყო, მაქსიმალურად შეეცადე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთო. ამისთვის უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც კაპიტულიანტურად იქნა დათმობილი ცალკეული სუბიექტების მიერ. ნუ რა სიზავ? რა სიზავ? კი ბატონო, რაიმე ანგარიშვალდებულება ოპოზიციას აქვს ახლა ამერიკელებთან, ხომ არის რაღაცა დათქმა, რომ აი ეხლა თქვენს ამ ფრაზას ზუსტად ვიცი, ოდნავ რომ დავაყოვნო, ჩაეჭიდება სვავებივი ცალკე ხელისუფლება და ცალკე ოპოზიციის ნაწილი. არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვს. როდესაც კეთილის მსურველი ადამიანი მოდის თქვენთან და რჩევას გაძლევს და შენ თვლი რომ ის არის კეთილის მსურველი და თუ მირჩევს, ესე იგი კეთილს მირჩევსო, შენ ხო არ ფიქრობ იმაზე რომ ანგარიშვალდებული ხარ, უბრალოდ უნდა იფიქრე რომ ეს კაცი რაღაცა კარგს მეუბნება, რადგან ჩემი კეთილის მსურველია, თუ მჯერა რომ კეთილის მსურველია. მესმის ბატონო, მაგრამ აი ნახეთ, თინახი და შელი საუბრობდა იმაზე რომ
დრო არ ითმენსო, იმიტომ რომ მართლა ბევრი რამე გაფუჭდა და კიდევ უფრო ბევრი შეიძლება გაფუჭდეს ამასობაში, მათ შორის აი ნახეთ ამერიკის ავტორიზაციის აქტში მიღებული ცვლილებები ერთ დღესაც შეიძლება მართლა რეალობად იქცეს აგერ 11 ივნისს დაგეგმილი დიალოგი ევროკავშირთან წლის ბოლოს შესაძლებელია ვიზა ლიბერალიზაციის ჩამორთმევით დასრულდეს, ანუ თუ რამეს გაკეთება შეუძლია ოპოზიციას ალბათ რაღაცა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს ამ მიმართულებით. მე არ ვიცი რა შეიძლება ეს იყოს. სწორედ ეგითხარით მე ახლა თქვენ რომ როდესაც ამას გიწერს კეთილის მსურველი და გეუბნება რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია ოპოზიციის ჩართულობა საჭიროებსო იმას მაინც ნუ იტყვი რომ აპრიორი არ მინდა მე არჩევნებიო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ერთის მხრივ ათქმევინა ამერიკელებს განხორციელებულმა საარჩევნო ბოიკოტმა, არა პოსტსაარჩევნო ბოიკოტმა 24 წელს რაც განხორციელდა, არამედ წინ გამოცხადებულმა ბოიკოტმა 25 წელს და დაინახეს პირდაპირ კაპიტულიანტური პოზიცია დაფიქსირდა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან 25 წლის არჩევნებზე და მეორე მხრივ იმ ტიპის აი ძალიან რბილად ვიტყვი დილეტანტური მოთხოვნები, რომლის მხოლოდ ერთი პუნქტი წაგიკითხეთ და უფრო ქვევით რო ჩავიდე დილეტანტიზმი კიდევ უფრო ღრმავდება, რომელიც ერთგვარ წინაპირობათაა გაცხადებული ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფს მომავალი არჩევნებისათვის, რაც მიმაჩნია რომ არ არის სწორი, თუმცა იქვე ვამბობ რომ მიმაჩნია ბრძოლა პოლიტპატიმრების განთავისუფლებისათვის, ბრძოლა პარტიების არაკრძალისათვის, ბრძოლა კონკრეტული საარჩევნო საკითხების გატანისათვის ჩვენის მხრიდან უნდა გაგრძელდეს, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი და მით უმეტეს საბაბი იმისა, რომ საარჩევნო ბოიკოტი განხორციელდეს ოპოზიციის მხრიდან, თორე ჩაგვთვლიან ველურად. მადლობა. მამუკა კაციკაძე, ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.